ვისათვის ეს ცნობილი გახდეთ. გასაგები, ბატონ თამას. თუ გსურთ რამის თქმა და შემდეგ თქვენ და უნდა დავასრულოთ ეს ბლოკი. მოკლედ უნდა გააკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს ცხადი არის ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიზნესი არის დონორი ქვეყნის ბიუჯეტის. ბიზნესია ფაქტურად დამოკიდებული სახელმწიფოს კეთილდღეობა. თუ არის ბიზნესი განვითარებული ქვეყანაში, თუ არის ხელშეწყობა, არ უნდა იყოს ესე იგი სახელმწიფოს შარიმა ბიზნესში, ეს რა თქმა უნდა არის დამანგრეველი არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მაგრამ მოგეხსენებათ, მე ჩემ მაგალითზე შემიძლია ვთქვა 2010 წელს, როცა დამიჭირა სააკაშვილის რეჟიმმა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო და ჩამსვა ციხეში, იმ პერიოდში ჩემ კომპანიას 150 მილიონი შექონდა ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტში. ხალხს უსვამ 150 მილიონი წელიწადში. მაგრამ ეს არ გაითვალისწინა. მეც გეტყვით 27 მილიონი ევროს პროექტი მედო მაგიდაზე ინვესტიციის შემოდიოდა ჩემი ესე იგი იტალიელი პარტნიორები და საქართველოში ვაკეთებდით წარმოებას. აღარ დავაკონკრეტებთ, რო არ წაგართვით. არც ეს გაითვალისწინეს და გამაგზავნეს გდანის ჯოჯოხეთში, სადაც სამართული მოდით. ამით რისი თქმა მინდა? აუცილებელია ქვეყანაში უნდა აღსდგეს სამართლიანობა. მე კიდევ მეორე ვიბრძოლე, ის 6 მილიონი წართმეული ქონებას დავიბრუნე და ღირსებისთვის ვიბრძვი და აღვიდგენ ჩემს წართმეულ ღირსებას. მაგრამ კიდევ მეორე ამას შეიძლება ბრძოლა. არანაირი ესე იგი ვადები არ უშველის ამას. იგივე ვთქვათ, გამომძიებას რა ვადებით არ უნდა მისცემ, თუ არ შეიცვლება ის კადრები, რომლებაც აგვართვა ქონება, ხო? ამას ძველი პროკურორები ვერ გააკეთებენ. გასაგებია, დიდი მადლობა.